ტრამპმა ძიმე მარცხი მიაყენა საერთაშორისო ნარკოტრაფიკს. მას შემდეგ, რაც ბრაზილიის, შეერთებული შტატებისა და ბოლივიის ერთობლივმა ოპერაციამ გამოავლინა საეჭვო ტვირთი, რომელიც შეიძლება ისტორიაში შევიდეს როგორც ბრაზილიის ტერიტორიაზე კოკაინის ყველაზე დიდი ამოღება. ფედერალურმა შემოსავლების სამსახურმა კორუმბაში და კასერეში ბოლივიის საზღვართან დააკავა 8 სატვირთო მანქანა, რომლებიც დაახლოებით 260 ტონა ხით იყო დატვირთული. პირველმა ანალიზებმა კოკაინზე დადებითი შედეგი აჩვენა. შეფასებით ნარკოტიკის რაოდენობა შეიძლება იყოს 20-დან 50 ტონამდე და ის ხის სტრუქტურაშია დამალული. ოპერაცია განხორციელდა დაზვერვის გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე და აჩვენებს, რომ როდესაც საერთაშორისო ზეწოლა მართლაც მოქმედებს ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტრაფიკის მექანიზმი იწყებს ჩავარდნას. დონალდ ტრამპის მთავრობამ უკვე უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინა ბრაზილიურ დაჯგუფებებზე, როგორიცაა PCC და კომანდო ვერმელიუ, როდესაც ისინი საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. და ეხლა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ კონკრეტული შეტევის ცენტრშია. თავარი კითხვა კი მარტივია. რა კიდევ გადიოდა საზღვრებზე შეუმჩნევად, რატომ დაიწყო ამ ქსელის დაშლა მხოლოდ ახლა? და როგორ მოახდენს რეაგირებას ნარკოტრაფიკი ასეთი ძვირფასი ტვირთის დაკარგვის შემდეგ? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ოპერაცია ტიმბერშილდი დაიწყო ფედერალურმა შემოსავლების სამსახურმა 2026 წლის 21 ივნისს, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ აღმოაჩინა ნიშნები, რომ ხის ტვირთები ფართომასშტაბიანად გამოიყენებოდა კოკაინის გადასატანად. ეჩვი ჩვეულებრივი შემოწმებიდან არ წარმოშობილა. ის საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა, რომელშიც მონაწილეობდნენ შეერთებული შტატები, ბოლივიის ეროვნული საბაჟო და ბრაზილიის კონტროლისა და უსაფრთხოების ძალები. საეჭვო მოძრაობა 2026 წლის 19 ივნისს იქნა გამოვლენილი და სატვირთოები 2 დღის შემდეგ საზღვრის სტრატეგიულ წერტილებში შეაჩერეს. ტვირთი განაწილებული იყო 8 სატვირთოში, 4 მათგანი კონტროლის ქვეშ დარჩა კორუმბაში და ახლობებით 130 ტონა ხით. დანარჩენი 4 სატვირთო შეაჩერეს კასერეში, ასევე დაახლოებით 130 ტონა მასალით. ჯამში ეს დაახლოებით 260 ტონა მასალაა. ფედერალური შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წინასწარმა ექსპერტიზამ დადებითი შედეგი აჩვენა კოკაინისთვის. ფედერალური პოლიციის ტექნიკური ანალიზები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რათა დაადასტურონ ნარკოტიკის საბოლოო რაოდენობა, მაგრამ 20-დან 50 ტონამდე შეფასება უკვე ისტორიულ დონეზე აყენებს ოპერაციას. ნარკოტიკის დამალვის მეთოდი აჩვენებს კრიმინალური ქსელის სითამამეს. ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა განაცხადა, რომ ბრაზილიას, შეერთებულ შტატებსა და ბოლივიას შორის თანამშრომლობა გადამწყვეტი იყო სქემის გამოვლენაში. ნარკოტრაფიკანტებმა დაკარგეს უზარმაზარი ტვირთი ოპერაციაში, რომელიც საერთაშორისო ინტეგრაციის შედეგად განხორციელდა. იმავე დროს, როდესაც ვაშინგტონი ამკაცრებს რიტორიკას ბრაზილიულ დაჯგუფებებთან მიმართებაში და ამ ჯგუფებს ბრაზილიის საზღვრებს გარეთ მუქარად განიხილავს. აი სწორედ აქედან მარცხი აღარ არის მხოლოდ პოლიციური და ხდება ასევე პოლიტიკური. დაახლოებით 20-დან 50 ტონამდე კოკაინის ტვირთი საერთაშორისო ქსელისთვის მილიარდიან ზარალს წარმოადგენს. ასევე აჩვენებს თუ როგორ იყენებენ დაჯგუფებები ხის მარშრუტებს, სახმელეთო საზღვრებს, საავტომობილო ტრანსპორტს და ოფიციალურ ვაჭრობას ნარკოტიკების დასამალად. ორგანიზებული დანაშაული მხოლოდ შეიარაღებულ ადამიანებზე არ არის დამოკიდებული თემებში. ის კომპანიებზე, დოკუმენტებზე, ტვირთებზე, საბანკო ანგარიშებსა და ოპერატორებზე აგებული, რომლებიც ფულს რეცხავენ, რათა მანქანა მუშაობდეს. ეს მექანიზმი ასევე ჩანს ოპერაცია Red Box-ში, რომელიც ფედერალურმა პოლიციამ და ფედერალურმა პროკურატურამ 2026 წლის 20-დან 21 ივნისს ჩაატარეს. ოპერაცია მიზნად ისახავდა ტრანსნაციონალურ ფინანსურ და ლოჯისტიკურ სტრუქტურას, რომელიც დაკავშირებულია კომანდო ვერმელიოსთან. 4 წინასწარი პატიმრობის ორდერი შესრულდა. 2 გამოძიების ქვეშ პოპი პირი სურინამში იმყოფებოდა. ისინი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააკავა, ბრაზილიაში დეპორტირდნენ და დააპატიმრეს ბელემში, პარას შტატში. სხვა სამიზნეები დააკავეს რიო-დე-ჟანეიროში და ტაბატინგაში, ამაზონასის შტატში, რომელიც მგრძნობიარე რეგიონია, რადგან ახლოს მდებარეობს კოლუმბიისა და პერუს საზღვართან. სურინამში დაკავებულთაგან ერთ-ერთი მიჩნეულია როგორც მომწოდებელი და ფინანსური ოპერატორი, რომელიც დაკავშირებულია იარაღის შეძენასთან კომანდო ვერმელიუსთვის. გამოძიების მიხედვით მან შესაძლოა 150 მილიონზე მეტი რეალის ბრუნვა განახორციელა. ფედერალურმა პოლიციამ ასევე დააკავა ქალი, რომელიც მიჩნეულია სქემის ლოგისტიკურ და ფინანსურ ოპერატორად. არსებობს ეჭვი, რომ ჯგუფი იყენებდა ფიქტიურ კომპანიებს, ნომინალურ პირებს, დაყოფილ ანაბრებს, გადარიცხვებს პიკის მეშვეობით და გამტარ ანგარიშებს, რათა დაეფარა ფულის წარმოშობა და გადაეხადა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომწოდებლებისთვის.
ფედერალურმა სასამართლომ დაამტკიცა ქონების უფლებებისა და თანხების დაბლოკვა, დაყადაღება და მიუწვდომლობა თითქმის 500 მილიონ რეალამდე. ეს ზომა მიმართულია დაჯგუფების ფინანსებზე. მხოლოდ ოპერაციული რგოლის დაჭერა არაფერს შეცვის, თუ ფული კვლავ ბრუნავს. დაბლოკვის მიზანია ჯგუფის ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდვა, ქონების დამალვის აღკვეთა და იარავის ნარკოტიკების და საერთაშორისო ლოგისტიკის დაფინანსების შეწყვეტა. პოლიტიკური გზავნილი ძლიერია, რადგან ოპერაცია ზუსტად იმ წერტილს ეხება, რომელსაც ბევრი მთავრობა თავს არიდებს. დაჯგუფება მხოლოდ ქუჩის პრობლემა არ არის, ეს ფინანსური ძალაა. დანაშაული თავს ნარკოტრაფიკად აჩვენებს, მაგრამ მოქმედებს როგორც არალეგალური კომპანია. იყენებს ფასადს, ტრანსპორტს, საბანკო ანგარიშს, ვაჭრობას, საზღვარს და გავლენას. როდესაც გამოძიება ფულამდე მიდის, ნარატივი იცვლება. დამნაშავე აღარ ჩანს მხოლოდ შეიარაღებულ კაცად, ის უკვე აღიქმება როგორც ოპერატორი, ბინძური ბიზნესების ქსელის. სურინამის ჩართვა ამ შემთხვევაში აჩვენებს, რომ კომანდუ ერმელიუ მხოლოდ რიო-დე-ჟენეიროზე არ არის მიბმული. დაჯგუფება ეძებს მარშრუტებს ამაზონიაში, კავშირებს ბრაზილიის გარეთ და საერთაშორისო დერეფნებს, რათა შეინარჩუნოს იარაღისა და ნარკოტიკების მიწოდება. ის ფაქტი, რომ გამოძიების ობიექტები ბრაზილიის ტერიტორიის გარეთ აღმოჩნდნენ, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დანაშაულთან ბრძოლა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას მოითხოვს. თუ არ იქნება დაზვერვის გაცვლა, ერთობლივი მოქმედება და ფინანსური ზეწოლა, დაჯგუფება გადაკვეთს საზღვრებს, ხოლო სახელმწიფო კი მხოლოდ კვალში მისდევს. ამ ახალ ეტაპზე შეერთებული შტატების გამკაცრებული პოზიცია PCC-სა და კომანდუ ერმელიუს მიმართ ფონს ქმნის. როდესაც ვაშინგტონი ბრაზილიურ დაჯგუფებებს საერთაშორისო საფრთხედ აცხადებს, ბანკები, კომპანიები, ფინანსური ოპერატორები და შუამავლები უფრო დიდ რისკს გრძნობენ. სუვერენიტეტის შესახებ რიტორიკა, რომელსაც ლულას მთავრობის ზოგიერთი სექტორი იყენებს, ცენტრალურ ფაქტს ვერ ფარავს. ბრაზილიური ნარკოტრაფიკის საერთაშორისო გახდა. და ამ წინსulis წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო ინსტრუმენტებს მოითხოვს. თავის მოტყუება თითქოს ეს მხოლოდ შიდა საკითხია, მხოლოდ იმათ აძლევს ხელს, ვინც დანაშაულით სარგებლობს. სწორედ ამ გარემოში იძენს მნიშვნელობას შეერთებულ შტატებს ბრაზილიასა და ბოლივიას შორის თანამშრომლობა. ოპერაცია ტიმბერშილდი არ იყო წარმოდგენილი როგორც ცალკეული ჯგუფის მოქმედება გზაზე. ფედერალური შემოსავლების სამსახური, ფედერალური პოლიცია, რალური პოლიცია, ბრაზილიის არმია, სასაზღვრო ჯგუფები და ტექნიკური ექსპერტიზები ჩაერთნენ ოპერაციაში ტვირთის შესანარჩუნებლად, ნივთიერების დასადასტურებლად და მტკიცებულების ნარკოტიკი ჯერ კიდევ გაივლის საბოლოო ანალიზს, მაგრამ ეჭვმა უკვე გამოავლინა საშიში მარშრუტი. ახალი ამბები ასევე კიდევ ერთ საკითხს აჩვენებს, რომელიც ბრაზილიის ხელისუფლებას აწვება. მაშინ, როცა ორგანიზებული დანაშაული ფინანსურ და საერთაშორისო შეტევებს განიცდის, ალექსანდრე დე მორაესი ასეშიშოში სამართლებრივ ზეწოლას აწყდება, საქმეში, რომელიც წამოიწყეს ტრამპ მედიამ და რამბლმა. კომპანიებმა მოითხოვეს, რომ მორაესი ამერიკის სასამართლოში დაუსწრებლად გაასამართლონ, იმ მოტივით, რომ მან ვადაში არ უპასუხა. საქმეში, რომელიც დაკავშირებულია აშეტეშოში დაფუძნებული ბრაზილიელების პროფილებისა და კონტენტების წინააღმდეგ გაცემულ განკარგულებებთან, მათ შორის როდრიგო კონსტანტინოსთან. როდრიგო კონსტანტინომ ირონიულად შეაფასა სიტუაცია და იკითხა, რატომ არ დაიქირავა მორაესმა საკუთარი მეუღლე, რომ დაეცვა ის ამ საქმეში. მისი განცხადება პოლიტიკურ ტონალობაში იყო და შეეხო მინისტრის ძალაუფლების იმიჯს. მორაესის კრიტიკოსებისთვის ეს საქმე აჩვენებს, რომ ბრაზილიური სასამართლოს განჩინებები, როდესაც ისინი ცდილობენ მიაღწიონ მოქალაქეებს, პლატფორმებს და განცხადებებს ამერიკის ტერიტორიაზე, ხვდებიან ძლიერ ბარიერს შეერთებული შტატების მართლმსაჯულებაში. დაპირისპირება მხოლოდ იურიდიული აღარ არის და გადავიდა გამოხატვის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ბრაზილიის ფარგლებს გარეთბული ეროვნიღებული ეროვნული გადაწყვეტილების საზღვრების სფეროში. ტრამპ მედია და რამბლი მორაეს ექსტრატერიტორიული ცენზურის ბრალდებას უყენებენ და ცდილობენ, რომ დაბლოკვის განჩინებები შეერთებულ შტატებში ძალად არ ჩაითვალოს. ეს მოძრაობა საინტერესოა, რადგან ის იმავე სათამაშო დაფაზე ხდება, სადაც ტრამპის მთავრობა აძლიერებს ზეწოლას დაჯგუფებებსა და ტრანსნაციონალურ ქსელებზე. მეორე მხრივ, ვაშინგტონი აჭერს კრიმინალებს, რომლებიც ფულს, ნარკოტიკებსა და საზღვრებს იყენებენ. მეორე მხრივ, ამერიკული კომპანიები აწყდებიან ბრაზილიური გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათი თქმით არ ვოევს კონსტიტუციურ გარანტიებს შეერთებულ შტატებში. დეოლანე ბეზერას საქმე მოხდა სიახლეებში სან-პაულუს ადვოკატთა კოლეგიის ჩარევის გამო, რომელმაც ჰაბეას კორპუსი მოითხოვა, რათა ეცადა მისი გადაყვანა მავალი სტატუსის საკანში ან შინაპატიმრობის მინიჭება. დეოლანე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება გამოძიების ფარგლებში, რომელიც სწავლობს ფულის გათეთრების სავარაუდო სქემას, რომელიც დაკავშირებულია PCC-სთან.
იუსტიციის უმაღლესმა სასამართლომ უკვე უარყო დაცვის მიერ წარდგენილი გათავისუფლების მოთხოვნა 2026 წლის 9 ივნისს და შეინარჩუნა წინასწარი პატიმრობა ოპერაცია ვერნიქსის პარკლებში. გამოძიება აგრძელებს ყურადღების გამახვილებას PCC-სთან დაკავშირებულ სავარაუდო ფულის გათეთრებაზე. სწორედ ეს არის ის წერტილი, რომელიც ამ საქმეს უფრო ფართო სურათთან აკავშირებს. ბანდები მხოლოდ იარაღსა და ნარკოტიკებზე არ არიან დამოკიდებული. მათ სჭირდებათ ფულის გათეთრება, კომპანიები, ოპერატორები და მოჩვენებით კანონიერი გზები, რომ ფული მიმოქცევაში მოხდეს. ბრაზილია ამ მომენტს სამივე ფრონტზე ერთდროულად ხვდება. ბოლივიის საზღვარზე ხის ტვირთი შეიძლება მალავდეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ კოკაინის ამოღებას. სურინამში ფედერალურმა პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან იარაღისა და ნარკოტიკების დაფინანსებასთან კომანდო ვერმელიუსთვის. სან-პაულუში დეოლანეს საქმე ინარჩუნებს ფულის გათეთრების თემაზე დისკუსიას, რომელიც დაკავშირებულია PCC-სთან. ყოველ ფაქტს თავისი გამოძიება აქვს, მაგრამ ყველა ერთი და იმავე დაავადებას აჩვენებს. ორგანიზებული დანაშაული საერთაშორისო ქსელად იქცა. ფულით, ლოგისტიკითა და დაცვით. ეხლა განსხვავება ისაა, რომ ზეწოლა სიტყვებიდან ჯიბემდე გადავიდა. ხის ტვირთი დაკავებულია. ექსპერტიზამ კოკაინის კვალი აღმოაჩინა. სასამართლომ თითქმის 500 მილიონი რეალის დაბლოკვა დაამტკიცა სტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია კომანდო ვერმელიოსთან. გამოძიებულები ბრაზილიის გარეთ დააკავეს და უკან დააბრუნეს. თანამშრომლობამ შეერთებულ შტატებთან და ბოლივიასთან დაეხმარა სქემის გამოვლენაში, რომელიც საზღვრებს გადაკვეთდა და პორტებამდე მიაღწევდა ყურადღების მიქცევის გარეშე. ეხლა ფედერალური პოლიცია იღებს ამ ტვირთის სისხლის სამართლის გამოძიებას, ადასტურებს ნარკოტიკის საბოლოო რაოდენობას და აძლიერებს ძიებას იმ პირების მიმართ, ვინც დააფინანსა, გადაიტანა, მიიღო და დაიცავდა ამ ტვირთს. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია სიმართლით. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დატოვე ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.